გამარჯობათ მეგობრებო, ეს არის პრაქტიკული C# და დღეს გადავწყვიტე ჩამეწერა ვიდეო თემაზე თუ როგორ გავაკეთოთ CV. ზოგადად ბევრი კითხვებია იმასთან დაკავშირებით თუ როგორი უნდა იყოს CV, განსაკუთრებით ჯუნიორებისგან და არა მარტო ჯუნიორებისგან. იძახიან რომ ვაგზავნით CV-ს ასადაც ადგილას, მაგრამ რატომღაც პასუხი არ გვიბრუნდება. და ჩემი CV ხო არ არის ცუდი, არამედ ეგეთი ლაპარაკები არის ხოლმე. ხო და მე მინდა გაგიზიაროთ ახლა ჩემი გამოცდილება თუ როგორ მაქვს საწყობილი CV. დიდი ხანია უკვე ეს ტემპლეიტი მაქვს. და პრინციპში მაგის გამო არ მახსოვს რომ რამე მაგის CV-ს გამო არ დავებარებიეთ გასაუბრებაზე რამე ეგეთია. ხო და შევეცდები ახლა ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ თუ როგორ ჯობს CV-ი ვავაწყოთ. და მოდი დავიწყოთ. პირველ რიგში პლატფორმა, რომელსაც ვიყენებ, არის Overleaf-ი. დაახლოებით 1-5 წლის წინ აღმოაჩინე ეს პლატფორმა და ამის მერე იდეაში აღარც მომიძებნია სხვა რამე საშუალება CV-ს გასაკეთებლად, იმიტომ რომ კარგია, მუშაობს და ვიყენებ მოკლედ Overleaf-ს რა. ეხლა როგორ იქნება Overleaf-ში ზოგადად CV რა. CV-ს აქვს თავისი მარკაპის ენა, რომელსაც ქვია LaTeX-ი. როგორ იკითხება და წარმოთქმის არ ვიცოდეთ, მაგრამ იწერება LaTeX-ი. და ამ LaTeX-ით, როგორც HTML-ი რა მარკაპის ენა რო ავიღოთ, ზუსტად იგივე პრინციპით იწერება CV ამ LaTeX-ზე. რა ტემპლეიტიც მაქვს მე აღებული არის ეს, ამას ჩავაგდებ ვიდეოს აღწერაში. აი ესეთი ტემპლეიტია რა, აქვს თავის სექციები, summary, technical skills და ასე შემდეგ. ეს შეგვიძლია ხა ჩვენ ავიღოთ ეს ტემპლეიტი. ნუ მე ეს მაქვს და ეს მომწონს ყველაზე მეტად. თქვენ შეგიძლიათ დასერჩოთ. სადღაც აი აქ არის რა. New projects რო დააწვევი, CV and resumes და გადაგიყვანს ამ ტემპლეიტებზე, საიდანაც შეგიძლია არჩიო რა. მაგრამ ჩემი გამოცდილებიდან და ბევრი სხვა გამოცდილი დეველოპერის აზრს თუ გავითვალისწინებთ, ანუ ზედმეტად ეს გადაჭრელებული, ესე რომ ვთქვათ, CV ან ისეთი რაღაცები, რაც შეიძლება ყურადღება მიიპყროს და კონცენტრირებაში ხელი შეუშალოს HR-ს, რომ სად უნდა ეძებოს, მაგალითად აქ ხო, აი აქ რეები არის ჩამოწერილი, სექციები აქეთ-იქეთ გაფანტული, უფრო უბრალოდ რთული წასაკითხია რა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება შესახედად უფრო ლამაზი იყოს. ამიტომ მოგიწევთ, რომ თქვენი ლამაზი CV-ები დაივიწყოთ და გააკეთოთ ახალი. ვიცი რომ რთული პროცესია, მეც მქონდა ეგეთი რაღაც ლამაზი გაფერადებული CV და ცოტა გამიჭირდა რომ იმისთვის უარი მეთქვა და რაღაცა ესეთი უბრალო ჭალებში CV გამეკეთებია, მაგრამ რეალურად რო ავიღოთ, წასაკითხად ბევრად მარტივი არის. ან არის ძალიან სწორხაზოვანი რა. მიდიხარ, კითხულობ, ვინ არის სახელი გვარი, ამ ტიპის შესახებ, მე რა სკილები აქვს და ესე მიყვები რა ზევიდან ქვევით. აქეთ-იქეთ გადახტომა არ გიწევს, რომ აქ რამე ხო არ უწერია, გვერდით არ გამოგრჩეს და მოკლედ ესეთი სადა და საქმეზე ორიენტირებული CV-ები ჩემი გამოცდილებით და არა მარტო ჩემი გამოცდილებით ამართლებს რა. კაი, ავიღოთ ახლა ჩვენ ეს თქვენ შეგიძლიათ თქვენი სასრული არჩიოთ, მაგრამ აი ეს მომწონს მე და ამის მაგალითზე გავაკეთებ CV-ს. გავხსნათ ახლა ეს როგორც ტემპლეიტი. აი ეს არის LaTeX-ის კოდი. მე რაც გითხარით რა მარკაპის ენა. ამის და მიხედვით გენერირდება შემდეგ ეს PDF დოკუმენტი რა. აქ თუ რამე შევცვლი, მაგალითად name და PhD ხო აქ ნახავს აწერია ეგ name და PhD, აი აქ შეიძლება დაწერო ვაჟა დვალიშვილი და Ctrl S დასეირება და ეგრევე აქეთ აისახება რა. აქ ამას მოყვება რაღაც ცალკე ფაილიც, რომელიც უკვე კონკრეტული ტემპლეიტის პადინგები და რაღაცები აქვს გაწერილი, როგორც HTML-ში არის ისე. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ LaTeX-ის მარკაპის სწავლა არ დაგვჭირდება და სიგიჟე არის ხა კიდე ერთი რაღაცა მარკაპი ენის სწავლა, მაგრამ რასაც გავაკეთებთ არის რომ ამას გადმოვაკოპირებთ Visual Studio-ში, Visual Studio Code-ში. და შევეცდებით მე რომ AI-ს დავაწერინოთ თვითონ ჩვენ შესახებ CV რა. კაი. ავიღოთ ახლა ეს ჩვენ. აქ გავხსნათ Visual Studio Code.
აქ რაღაცები ჩალიჩები მაქვს ძველი, გავხსნათ ახალი ფანჯარა. ეს არის კოპილოტი. ვისაც არ გიყენიათ, შეგიძლიათ დააყენოთ რა. მე მგონი უფასო ვერსიაც აქვს. შეუძლებელად გადმოწერ Visual Studio-ში კოდში დააყენებ როგორც extension. ეს წავშალოთ ახლა ყველაფერი. გავხსნათ folder-ი იყოს CV და გავხსნათ ახლა ორი ფაილი. რაც ქვია თამათ რა main text-ი. text-ი და მეორე არის რაღაცა ეს პრინციპში არ გვჭირდება რა, ეს იყოს აქ. წამოვიღოთ ახლა ეს main text-ი და ჩავაგდოთ აი აქ. ამის შემდეგ უბრალოდ AI-ს ვეუბნებით ჩვენზე ინფორმაციას რა. რომ ეს ხო რაღაც general CV არის, placeholder-ები აქვს გაკეთებული, რომ რაღაცა просто ვიზუალურად შეგექმნას თავისუფლება როგორი შეიძლება გამოვიდეს CV. ეხლა ამას უნდა უთხრათ ჩვენ პრომპტი ჩვენი გამოცდილებების შესახებ. რომ ჩვენ ეს ვართ, აქ მუშაობდით, მაქვს ეს გამოცდილება, ვიცი ეს ენები, ასე შემდეგ და ტექსტად ხო ჩვეულებრივად. და შემდეგ ეს შეესწება რომ ეს დაარედაქტიროს ისე რომ მოგვარგოს ჩვენ რა. ეხლა დავწერ მე პრომპტს, დავაპაუზებ ვიდეოს ცოტა ხნით და გავაგრძელოთ და ვნახოთ მე შედეგი. ანუ იდეა არის რომ აი ეს რომ ამას ფაილს დაგვიაპდეითებს, აქედან მოვაკოპირებთ შემდეგ ამას და აი ჩავაგდებთ რა ისევ. დავარეფრეშებთ, ნახავთ რა შეიცვალა, როგორ შეიცვალა. თვითონ Visual Studio კოდსაც აქვს ამ LaTeX-ის preview რო შეგეძლოს რა ცალკეთებზე, რომ აქ რაღაცეებს შეცვლი, გადაბილდავ და მე PDF-ად რო შეგეძლოს ნახვა, მაგრამ შეგიძლიათ ეგეც ჩალიჩოთ, არ არის პრობლემა, მაგრამ მარტივად რო იყოს, აქედან უბრალოდ დავაპდეითებთ, მოვაკოპირებთ, გადავიტანთ აქ და ვნახავთ რა ხდება. კაი, ახლა მე მომზადებ აქ პრომპტს ჩემს შესახებ. მოკლედ გავუმზადე ახლა მე პრომპტი AI agents და ვეუბნები რომ გამარჯობა, წარმოგიდგენთ რომ შენ ხარ პროფესიონალი LaTeX-ის CV-ის შემქმნელი და შენი მიზანი არის რომ ჩემთვის გააკეთო კაი CV. მე ვეუბნები რომ მე ვარ ვაჟა თვალიშვილი, ანუ აღვწერ თუ ვინ ვარ და რა გამოცდილება მაქვს და რა არის ჩემი სკილები. ვარ junior .NET developer-ი, მაქვს мотивация რომ განვითარდე და ვისწავლო და რაღაც გამოვითარო ჩემი თავი, ჩემი სკილებია აქ .NET-თან დაკავშირებული სკილები, ძირითადად .NET MVC, API, SQL-ი, ასევე JavaScript-ი და HTML-იც. მე დავამთავრე TESOL, ამ წლებში ვსწავლობდი. მაქვს ასევე რაღაც კურსი Udemy-ზე გავლილი, ჩემი GitHub პროექტები. შეგიძლიათ ეგეც აღწეროთ აქ, ახლა მე ვუთხარი რომ პროსტა რაღაც 2-3 fake GitHub პროექტი ჩააგდე, რა ენებზე ვლაპარაკობ და რა ჩემი ჰობები ბოლოს რა. ეს შეგიძლიათ უფრო დაწვრილმანდეთ და უფრო დეტალურად და კონკრეტულად აუხსნათ თქვენი გამოცდილების შესახებ, თუ გინდათ რომ იდეალური შედეგი მიიღოთ. ხო. Gemini 2.5 Pro-ს გავაკეთებიეთ ახლა ამას მე ამ შემთხვევაში. მაგრამ შეგიძლიათ სხვა მოდელებზეც ალბათ იქნებ რომელიმე უკეთესად აკეთებდეს მაგას. ხო და ნუ რაც უფრო დეტალურად აუხსნით თქვენი გამოცდილების შესახებ, უფრო კაი შედეგი შეიძლება მიიღოთ რა. ეხლა გავუშვებ მას და ვნახოთ რა სიზამს. ხო, ანუ ეგ ვეუბნები რომ აქ ვუთხარი რომ დააგენერირე და მე ამ ფაილში ჩაწერე რა და ეგეც მითითებული მაქვს აქ. თუ გინდა ფაილი მონიშნო ამ AI აგენტის ჩატში, просто ჰეშტეგი და მე ფაილის სახელი უნდა მიაწეროთ რა. შემდეგ ეს რაღაც რასაც დააგენერირებს, მაგას просто მოვაკოპირებ და ჩავაგდებთ Overleaf-ის საიტზე და ვნახოთ მე რა იქნება შედეგი. რაღაცების რედაქტირება დაიწყო. დავაპაუზებ და ვნახოთ მე ბოლოს. თუ უკვე გააკეთა? კაი, ვნახოთ აბა რა გააკეთა. ეს მოვაკოპიროთ და აქ ჩავაგდოთ. დავსეივოთ. So, დააგენერირე ხა ამან რაღაც CV. რომელიც პრინციპში ნორმალურად გამოიყურება. მოდი უთხრათ ახლა რომ ეს ზევით რა რეებიც არის,
მაგათ უბრალოდ რაღაც აიკონები მიცეს, რომ უფრო შესახედად მარტივად ირჩეოდეს რა არის. აი ვეუბნები, რომ просто აიკონები მიეცი LinkedIn-ის, GitHub-ის და მაგ ელემენტებს რა. ახვდება რა სიზამს. ну შვენიერია, ხა ეგ შეიძლება რაღაცები GitHub ცოტა ის არის გადმოტანილი აქეთ, მაგრამ მაგის დალაგება შეიძლება ჩვეულებრივად. მოკლედ, ამით მინდოდა მეჩვენებია ეხლა მთავარი flow რა არის რა. როგორ უნდა გავაკეთოთ CV მარტივად და ტექსტუალურად გადავცეთ ჩვენი აზრი AI-ის და მე თვითონ დაგვიგენერიროს იმან CV. ასევე მინდა გავუსვა ხაზი, რომ კაი პრაქტიკაა, რომ გქონდეს ორი CV. ერთი, რომელსაც იცი, რომ თქვა კომპანიაში რომ გააგზავნი მაგას HR-ი წაიკითხავს. ძირითადად ალბათ უფრო ქართულ კომპანიებში და პატარა კომპანიებში, სადაც თქვა ერთ ვაკანსიაზე ძალიან ბევრი CV არ იგზავნება. და მეორე CV, რომელიც იქნება ATS ჩეკერებზე მორგებული. ATS checker. ტოპ-დას აქ უფასო თული. მოკლედ ეს რას ნიშნავს, რომ CV-ს რომ მაგალითად არის ვაკანსიები, რომ როგორც კი დაიდება ეგრევე 100 application უკვე გაგზავნილი არის რა. ხო და ფიზიკურად შეუძლებელია ხა რომ HR-ი დაჯდეს და ყველა CV-ს სათითაოდ გაარჩიოს და ეგრე გადაარჩიოს. ანუ ამიტომ კომპანიებს აქვთ ხოლმე დიდ კომპანიებს ანუ AI ავტომატურად ახარისხებს რა ამ CV-ებს. ამიტომ აუცილებელი არის ამ შემთხვევაში რომ ჩვენი CV იყოს მორგებული ამ ATS checks. და შეგვიძლია ამ თულის საშუალებით არის სხვა კიდე ბევრიც, მაგრამ ეს უფასო არიდან პრინციპში კარგი, რომ ამას აუტვირთოთ ჩვენი რეზიუმე. ეს გადმოვტვირთოთ ახლა ჩვენი რეზიუმე. აქ შეგიძლია აუტვირთო ეს შენი PDF-ი და ასევე უნდა უთხრა რა ვაკანსიაზე აგზავნი ამ CV-ს. ეგ არის მნიშვნელოვანი რა. თქვათ ვაგზავნი ჩვენ ამ CV-ს junior.net developer-ის პოზიციაზე. ну ნახოთ. ეს ახლა რაღაც ცოტა ხანი მომუნდება ამას დაამუშავებ შენ CV-ს თუ რამდენად შეესადაგება შენ CV-ში რაც გიწერია იმ პოზიციის მოთხოვნებს. დაამთავრა ATS ჩეკერმა მუშაობა და გითხრა რომ ჩვენი სკორი არის 67%. ну კარგი შედეგი არ არის, მაგრამ არც თლად ცუდი არის. ალბათ ერთი 85-90% უკვე ძალიან კაი იქნებოდა რა. ეხლა აქ თუ ჩამოყვები გეუბნება რა გაქვს კარგად და რა გაქვს ცუდად. მაგალითად ნახოთ ეხლა achievement და impact-ი. ანუ სავარაუდოდ CV-ში ისეთი რაღაცები არ გვიწერია, რომ რაღაცა specific technology. ანუ ისეთი პროექტები არ მაქვს მოყვანილი, რაც ჩემს სკილებს ხალხს გაუსვამდა და ეგეთი რაღაცები. მოკლედ ამებს, ну ეს ეხლა პრინციპში მოსალოდნელიც იყო რომ ესე იქნებოდა, იმიტომ რომ ჩვენ რაღაც fake data-ზე გვაქვს ჩვენი CV გაწყობილი, მაგრამ შენ თუ ძალიან სტრუქტურიზებულად და კარგად ჩამოყალიბებ ამ ყველაფერს, შეგიძლია აქ საკმაოდ მაღალი ქულა იყო. ან მეორე ვარიანტი არის, რომ ისევ გადმოაკოპირო ეს შენი CV-ს, ანუ LaTeX-ის კოდი Visual Studio-ში და უთხრა, რომ იცი რა, მე ეს ATS checker-ზე გავგზავნე ამ პოზიციაზე და აი ეს ერორები მქონდა, ერორები რა ეგეთი warning-ები მქონდა გამოსასწორებელი და მოდი დამეხმარე მაგეების მოგვარებაში და ასევე უნდა უთხრა, რომ მოდი შენ დამისვი კითხვები. შეგვიძლია ვაფშე გავაკეთოთ ეგ რა. მომზადებ ახლა prompts.
აქ ვეუბნები, რომ ჩემი CV ავტორია ტესტ ჩეკერზე და მან შემომთავაზა რამოდენიმე გაუმჯობესების ვარიანტი. მაგალითად და მოდი მოვაკოპირებ ყველაზე დაბალი ქულა რაშიც გვაქვს რა, აი ამ achievements and impact. მოდი ამ ნაწილს მოვაკოპირებ და ჩავუსვამ, რომ აი ეს improvement-ები შემომთავაზა. Ask me questions as much as you need to provide all this information. და მეუბნები რომ კითხვები დამისვი რომ მე გიპასუხო და უკეთესი CV გავაკეთოთ ATS ჩეკერისთვის. გავუშვათ აბა, რას ვკითხავს. მოკლედ ეხა დაგვისვა AI მკითხვები იმ პროექტებთან დაკავშირებით, რაც CV-ში გვიწერია რა, აი აქ e-commerce platform, task management API და personal blog რაღაცები, რაც თვითონ დააგენერირა რა, თვითონ რაც გვიკეთებია და გვეკითხება რომ e-commerce პლატფორმაში დაახლოებით რამხელა scale-ი ქონდა ამ პროექტს და დაახლოებით რამდენი პროდუქტი იყო საიტზე რა, ეს პირველი კითხვა. მერე რამე third party API თუ დაინტეგრირე გადახდებისთვის ან რაღაცებით. მოკლედ ეგეთი დამაზუსტებელი კითხვები აქვს ყველა პროექტზე. ჩამოვწერე ხა ამას მე რომ რაღაცა 1000 user ვიყავდა და 1000-ობით პროდუქტი იყო, დავაინტეგრირე რაღაც email-ის და SMS-ის third party services, თქვა using რა ქვია SendGrid იყოს და რაღაც ფიჩერები ქონდა რომ მაგალითად რომ რეპორტების Excel-ად ექსპორტირების და ეგეთი რაღაცეების რა.